country, Georgia. That's what let's go, man! The Fight Hop Podcast. მოგესალმებით Fight Hopper-ებს 197 ეპიზოდზე უმაგრესი საქმე ჩინეთში ხვიჩა ქორიძესთან. როგორ ახარ ხვიჩექს? კარგად როგორ ცნობ. და ჩვენი მებრძოლი გოჩა შაინიძის ძმასთან დავით შაინიძესთან. როგორ ახარ დავით? მაგრად თავად როგორ ხარ? მაგრად. დღეს არის სპეციალური პოდკასტი, რახან პირველად ისტორიაში ვაკეთებ მე in person ადამიანთან და არა Zoom-ში და ეხლა ალბათ ხალხს გაუკვირდება რომ ეს რამ ხელა ყოფილა ეს ვირიოჩი. ხვიჩ, ვიცი რომ შენ აქ ხარ უკვე მე-7-ჯერ ჩინეთში, ხო? და მოგვიყევი შენი გამოცდილება, დიდი გამოცდილება ჩინეთში და თუ შეგიძლია მოგვიყვა ჩინური მენტალიტეტი MMA-ის დაკავშირებით და როგორი დონე არის შენი აზრით ჩინეთში MMA და განსაკუთრებით JCK. ჩინეთში ხო 7-ჯერ ვარ ნამყოფი უკვე. GCK-ში მეორეჯერ ვარ. GCK დავიწყე, GCK-თან თანამშრომლობა დავიწყე BFA-ს ფლაგმანებით, ასე რომ ვთქვათ რა, პირველი ბოლკოძემ გახსნა GCK-ის კარები საქართველოს MMA-ისთვის. ეხლა გოჩა არის ერთი მეორეზე ძლიერი მებრძოლები ჩამოვიყვანე GCK-ში და ცოტა ჩვენი ჭიდაობის დონისთვის ცოტა GCK არ არის მზად, ასე რომ ვთქვათ რა, ქართული ჭიდაობის დონისთვის და ჩვენი ჭიდაობის დონისთვის. თუმცა მიდგომა ხო ჩინური MMA-ს და GCK-ს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არ ცდილობენ რბილი კუთხეები აირჩიონ რაღაც გვერდიდან აუარონ სიტუაციას, ყოველთვის ჩამოყავენ ძლიერი მებრძოლები ყველა ჩინურ ორგანიზაციას და ცდილობენ რომ აი კონკურენტუნარიანი გახადონ მისივე ჩინელები მაგიდან გამომდინარე. გოჩასაც ჩინური ზომებით ძალიან ტოპ მერვე არის გოჩას მეტოქე, თუ მეცხრე. ჩინური ზომებით ძალიან ძლიერი მებრძოლი არის, თუმცა ქართული MMA-თან შედარებით ისე რა მებრძოლი არის, ასე რომ ვთქვათ რა. თვითონ ჩინური MMA-ის დიდი პრობლემა გლობალური არის ის, რომ ვერ ჭიდაობენ ქართულ დონეზე, ასე რომ ვთქვათ რა. და ასე მეზობელი ქვეყნები უფრო მაღალ დონეზე ჭიდაობენ. მაგიტო ჯერჯერობით აგებენ ჩინელები, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ ჯერჯერობით არის. მალე დამთავრდება მაგი მომენტი, რომ მალე უკვე დაიწყენ კარგად ჭიდაობა, შედარება არ არის. ჩემი რო ჩინეთში მოღვაწეობდი, გავაშელი და ეს ბიჭები რომ მოღვაწეობდით, ბენო და ისინი რომ ჩხუბობდით ჩინეთში, მაგ დროს ვაფშე ვერ ჭიდაობდნენ და ეხლა უკვე დრო ჭიდაობის დონე გაიზარდა ჩინეთში. დგომში ძალიან ძლიერი ქვეყანა არის. ალბათ მაგიტო ჩამოიყვანეს ზუსტად გოჩა რომ უნდათ რომ მაგ სფეროში გაიზარდონ. თუ პირიქით მოერიდებიან, ვერ გაიზრდებიან, ხო ანუ? ხო, ეგ ტენდენცია აქვს რა. თვითონ ჩინეთში ახლა რასაც მე უყურებ, ცდილობენ რომ მაქსიმალურად განავითარონ რა ეს სპორტი. ხა ეგ უნდა იყოს მაგათ პროფესიონალური მიდგომა ზოგადად MMA-ისთვის ეგ არის რომ ყოველთვის ცდილობ რომ განავითარო რა ის რაც დაწყებული გააქვს და ეს უკვე დაწყებულია დიდი ხანია ხო ეს არის 97 ხო 96 ივენტი არის ეს ხო 96 ივენტი არის რა და რასაც უყურებთ აქ ეს პროდაქშენი ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გამართული რა დღეს მე და ხუჩა უყურებდით გოჩასთან ერთად ეს ვიდეოებს რაც არის აწყობილი რა ეს მეინ ივენტისთვის ეს ხო ანუ ძალიან კარგად დალაგებული ყველაფერი და ხუჩი ნაწონებზე ვიყავით და ეს კარგად და ხუჩამ რაც თქვა რა რომ ცდილობენ რომ ისეთი მებრძოლები ჩამოიყვანონ რომ ეს ოპოზიცია იყოს მაქსიმალურად ძლიერი და ეგ ამვითარებს რა ჯამში MMA-ს და იმასავს. უში რო ვიზახტით რა ეს ადგილი არის performance ინსტიტუტისავით ლას-ვეგასში ანუ თითქოს კოპია არის იგივე ხო ანუ დიახ ეს UFC მააშენებია UFC-თან პარტნიორობდნენ GCK რამოდენიმე წელი პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდათ და სამედიცინო ცენტრი რაც დავინახეთ რამოდენიმე დარბაზები ესეთი რაღაცები სასტუმრო და დარბაზი სასტუმრო და არენა სასაჯებრო შეერთებული ერთად ეს ყველაფერი და ფუნდამენტი დააგებია UFC-მ შეუქმნა ბიზნეს მოდელი UFC-მ მაგათ და ანუ დააყენა გზაზე იმენა GCK UFC-მ დააყენა იმიტომ რომ GCK-ის დონე შიდა ორგანიზაციაში არსად არ არის ჩინეთში სადაც არ ვიყავი Glory of Heroes-ში, WLF-ში თუ სხვა ლიგებში GCK-ის შიდა წრე ორგანიზაციის ძალიან მაღალი არის სამედიცინო შემოწმებიდან დაწყებული თვით ორგანიზაციული სამსაჯო და ყველანაირი მომენტებიდან გავდი და
რა თქმა უნდა, სოფიოს უმაღლესი ლიგის გავლენა ძალიან იგრძნობა აქ შენ სიგრძენი რო ჩამოხვედა, ყველაფერი დალაგებული არის ვაფშე. თავი მეგონა Las Vegas Performance Institute-ში ყველაფერი მოწყობილება ზუსტად ისე არის და თვითონ Apex-ი რო არის, ზუსტად ეგრე არის, თვითონ KG გვერდზე, ანუ საცხოვრებელი აპარტამენტი არის, ბევრი, ძალიან კარგი, სუფთა. მე ესა steam room-ი, weight cut-ი, ბევრი hall-ი, სადაც ვარჯიში შეგიძლია MMA-ს გალიებით თვითონ. და რავი, ძალიან მაგარია მართლა რა. და მე მაგრამ მიხარია, რომ ეს გამოცდილება მივიღე თქვენთან ერთად და თქვენ დამსახურებით და მოდი გადავიდეთ ეხლა რა. ეხლა ჩვენ ლომს ძინავს. და როგორი მომზადება იყო, ანუ ხვიჩ და ვიცი რომ შენ ძალიან მაგრამ იყავს, ანუ ოპონენტების არჩევა და ბოლო ჩხუბზე ვნახეთ გოჩას ყავდა მაგარი ოპონენტი ძალიან რა, ანუ მაღალი ლეველი იყო, ბრაზილიური ოპონენტი რო ყავდა და ანუ როგორ მიდის დაუმარცხებელი არის გოჩა 6-დან 0 ეხა და როგორ მიდის შენი აზრით მისი ზრდა და როგორ გზაზე არის და როგორ შეაფასებთ რა ორივე, ანუ გოჩას სიძლიერეს ამ სპორტში. გოჩა მიდის როგორც უნდა მიდიოდეს ყველა ტოპ ქართველი. პირველი ნაბიჯებიდან დაწყებული, ამ ნაბიჯებიდან დამთავრებული და მისი კარიერის ბოლოსაც ესე უნდა იყოს. თუ სწორად მოძრაობთ, ყველაფერი სწორად იქნება, ასე ვთქვათ რა. მომზადება ძალიან ინტენსიური, ძალიან სერიოზული იყო. ჩემი აზრით მე მაქსიმალურად დავშალე ეს მეტოქე. მაქსიმალურად მისი უხრელები ვნახე და მისი დირკები, ვიცი სად უნდა დავფაროთ ეს მეტოქი, რა ასპექტებში არ უნდა ვიმუშაოთ და რა ასპექტებში იქეთ უნდა ვიმუშაოთ რა. მეტოქე კარგი არის, მართლა კარგი მეტოქეა, 5 მოგება, 1 მარცხი, საკმაოდ მრავალფეროვანიც არის, ჩინური დონისთვის ძალიან მრავალფეროვანი მეტოქი არის. რაღაც იმედებს ორგანიზაციაც მაგაზე ამყარებს და მაგიტო ვცდილობ რომ ჩამოიყვანოს მისთვის ძლიერი მეტოქეები, რომ შემდეგ მაგიდან გამომდინარე ვარსკვლავის შექმნა, ასე ვთქვათ რა. თუმცა გოჩასთვის სტილისტიკურად სუსტი მეტოქი არის. და გოჩა ძალიან ჩემი თვალსაზრისით პირველი მეორე რაუნდის ვერ გაცდება ეს ჩხუბი, თუმცა ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ბრძოლა შეიძლება გაიწელოს. რუსლანის ბრძოლაზეც მეგონა რომ პირველი მეორე რაუნდს ვერ გაცდება მეთქი. კი მეტოქემ ვერაფერი ვერ უქნა, თუმცა სამი რაუნდის ერთგვარი გადაწყვეტილება იყო, მაგიტო ოპოზიცია კარგი არის, ასე რომ ვთქვათ რა. გოჩას როგორც ოპონენტი ძალიან კარგი იქნება, რომ მაგი მეტოქე იქნება მის სიაში. მაგაზე გამარჯვებაც კარგი არის. უკვე ხალხი იმ დონეს სწორი матчмейкინგი არის, რომ ხალხი უკვე დაინტერესებული არის, სხვა ლიგის матчмейკერები უკვე დაინტერესებული არიან ამ ბრძოლის შედეგით, ასე რომ ვთქვათ რა. და მე მაქვს ახლა ისეთი ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიცაც გავამჟღავნეთ ცოტა ამ ჩხუბის შემდეგ გავამჟღავნეთ. თუმცა სავარაუდოდ გოჩასთვის ეს ბრძოლა ბოლო არის GCK-ში და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში შემდეგ უკვე ერთ ორგანიზაციას მიყვება დიდი ალბათობით, ასე რომ. სავალოდები ამ სიახლეს დავით, ვიცი რომ შენ ახლა როგორც ძმა დეტალები იცი ყველაფერი და ყველაზე მეტად შენ განიცდი ხოლმე რა გოჩას ბრძოლას. ამჟამად ახლა როგორც ხუჩამთა რომ არ მგონია რომ განართული ის იყოს მეტოქეო რა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეს არის მართლა ხო ვთქვით რომ ეს არის ბრძოლა და ყველაფერი ხდება რა და ანუ შენ როგორ ფიქრობ, ანუ როგორ უყურებ ამ ბრძოლაში როგორ უნდა გამოვიდეს და რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა შეასრულოს თავის game plan-ი გოჩამ. თავარი გოჩას რაც აქვს რა, ეს არის რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ჩხუბი არის, რა ოპონენტია, ჩვენ თქვით რომ ეს გავლილი გზა რაც აქვს, ხო ეს ოპოზიცია რაც ყავდა ეს იყო მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ისეთი კარიერა შევქმნათ იქამდე სადაც გვინდა რომ მივიდეთ რომ აი ვინმე რომ ჩახედავს ხო ნახოს რომ ეს გავლილი გზა იყო რთული როგორც ანუ რეკორდების ხო რაღაც 31-5-ზე არის ჯამში რა ეს რეკორდი რაღაც ეს ოპოზიციის რეკორდები და ოპოზიციის ყველა ჩხუბს გოჩას თავარი პლუსი ეს არის რომ ყველა ჩხუბს უდგება ძალიან პროფესიონალურად
ახლა ის მომზადების პერიოდით ჩვენ ერთად ვიყავთ პირდაპირ ესეთ ქალაქში რომ მომზადებოდით ბათუმში, პირდაპირ დარბაზთან გადავიდა რა, რომ დღეში ორჯერ მომზადებულიყო იქ სწორად ეძინა, სწორად ეკვება, მოკლედ ჯამში უქმნის თავის თავს იმ გარემოს, რომ მაქსიმალურად მზად იყოს რა ჩხუბისთვის და ეს მოსამზადებელი პერიოდიც მგონია რომ იდეალურად ჩაიარა. ეხლა დღეს გქონდა ჩვენ გუშინ აწყობების მერე პირველი ესე ვთქვათ ვარჯიში, ხო სპარინგი გქონდა ხვიჩასთან, მერე აქ ნახე რომ დღეს უკვე სხვანაირი გაზრდილია, სხვანაირი გოჩა არის რა, უფრო ბევრი სხვა პლუსი დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად ვარ და ვხედავ ამას, ხო? დღეს კიდე სხვანაირი ხასიათი, იქ ტექნიკა, ძალა მათ შორის ამ ჩხუბში პრინციპში მე პირადად ხა ჩხუბი არის და ვიცი რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ჩემთვის მარტივად არის მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ნერვიულად ჩაოლებრივი ამბავია. მგონია რომ მარტივად არის აქ საქმე, იმიტომ რომ სკოჩას სკილები რაც აქვს ჯამში. ამას რო გაუძლო, წარმოუდგენელი გუში კოჩამ სწორად თქვა, რომ there is no one like me in this division and გუში ჩემნაირი არავინ არ არისო, მე ვარ აქ დიდი შოუს. და ველოდები დიდ შოუს დღეს რა და ამაში ვარ დარწმუნებული. ამისთვის რო თქვათ ეს ხო, ამისთვის გვიმაგრებს სულს რა ის რაც აქვს ერთად გაკეთებული ხვიჩას რაც აქვს გაკეთებული, კლუბს რაც აქვს გაკეთებული და ჩვენ ზოგადად რა ვინც ვცდილობთ რომ Batumi Fight Academy shout out big up Batumi Fight Academy. ხვიჩ რა არის ყველაზე დიდი პლუსი გოჩას? შენი აზრით მენტალური არის უფრო თუ ფიზიკური მონაცემები? მენტალური მიდგომა აქვს გოჩას უმაღლესი დონის რატო? იმიტომ რომ რასაც დაელაპარაკება ადამიანს სწორად იაზროვნებს და გააზრებული მოქმედებს ასე რომ ვთქვათ რა, იცის სად არის, იცის რას აკეთებს, არანაირი ზედმეტი ამბიცია ადამიანს არ გააჩნია. თავდაპირველად მოძრაობს, თუმცა ბევრი მებრძოლეები არის, რომელსაც გოჩას ნახევარი შედეგი არ აქვს ასე რომ ვთქვათ გაკეთებული და ვარსკვლავს იჭერენ და გოჩასთვის ეს საკმარისად კარგ დონეზე არის დასაწყისში ახსნილი. არაფერს არ ნიშნავს 6-0, 15-0 ეს არაფერს არ ნიშნავს, ერთი არასწორი გააზრება და ეს ბრძოლაში ძალიან ცუდად შეიძლება შემოგიტრიალოს ერთი ვარსკვლავის დაჭერა და ერთი წარმოუდგენა რომ ვითო რაღაც დაუმარცხებელი ხარ და ვითო არა ადამიანი ხარ და რაღაც წარმოუდგენელი ხარ. გოჩამ იცის სად არის, სად გოჩას უძლიერესი მხარე და გოჩამ იცის რა უნდა აკეთოს, რომ დაფაროს მისი მეტოქის მონაცემები და აჯობოს მის მეტოქის. მაგიდან გამომდინარე, მოდის გოჩას შრომის მოყვარეობა. გოჩას უძლიერესი მხარე არის მისი მენტალიტეტი და შრომის მოყვარეობა. რატო არის გაზრდილი და well rounded მებრძოლი და მაღალი skill set-ი რატო აქვს? იმიტომ რომ ადამიანი მუშაობს დღეში ორჯერ, ხოლმე სამჯერ ვარჯიშობს. მის დეტალებს, მის პატარა ხვრელებს, ასე რომ ვთქვათ, მის თამაშში ცდილობს რომ დახუროს მის გეიმპლანში. მაგიტომ უძლიერესი მისი მხარე, მაინც რა თქმა უნდა ფიზიკურად ძალიან ჯამთელი აქვს, ჯამთელი არის. აქ რომ მოვიყვანეთ, რეგისტრაცია რო იყო, სразу ზომებს ღებულობენ რა და რიჩი რო გაუზომეს 182 აქვს რიჩი. ხელების ნომერს და უმაღლესი მაღალი წნომი არის. და რო თქვა რომ ანთროპომეტრია არის მისი უძლიერესი მხარე, არ არის ანთროპომეტრია მისი უძლიერესი მხარე. ეს ყველაფერი უდგება, მაგრამ მისი უძლიერესი მხარე არის ის, რომ მენტალიტეტი. იცის ვინ არის, იცის სად არის და იცის საიდან მოდის. არსად ვარსკვლავს არ იჭერს, მიყვება მის გეგმას, ნელ-ნელა. ბოლო ბრძოლა მაგარი შრომა რა, მაგარი ბრძოლა იყო და მე რო უთხარ და შევეკითხე რა. ისეთი სახე მიიღო, რომ რაღაც თითქოს არ იყო კომაყოფილი არა და რა ომში იყო რა ფიზიკურად და რას ფიქრობთ, ანუ რატო იყო უმაყოფილო? მიჩვეული არის გოჩა, რომ მის პოზიციას ძალიან მარტივად უგებს, ასე რომ ვთქვათ რა, რომ სწორად რომ მუშაობს, რომ მეტოქე ტყდება, ასე რომ ვთქვათ რა. და ეს ბრაზილიელი მეტოქი იმიტომ ჩამოვიყვანე ბათუმში, რომ ბათუმში არ შეიძლება და main event-ი ყოფილიყო სუსტია. და გოჩასთვის, რა თქმა უნდა, ხო, დრო იყო, რომ level up-ი გაგვეკეთებია ოპოზიციიდან გამომდინარე რა. ეს მებრძოლე იყო, აი რო ვთქვათ, რომ წაგება ქონდა 3 წლის უკან სადაო წაგება ეს ჩემი აზრით ის ჭუბიც მოიგო. და ფინიში არ ქონდა არანაირი განაცდელი, ყოველთვის ძალიან კონკრეტული, ძალიან სერიოზული მებრძოლე იყო და გოჩამ პირველად შეხვდა ამ დონის სერიოზულ მებრძოლეს. ეს მებრძოლე ჩაულებრივად UFC-ში უნდა ყოფილიყო, რატო არ არის ეს მებრძოლე UFC-ში, მე არ ვიცი. უნდა ყოფილიყო ესეთი დომინანტური, ესეთი აგრესიული და ესეთი მუშა ბრაზილიელი მებრძოლი არის, რომ UFC-ის კარები ყოველთვის ღია არის მაგნაირი მებრძოლებისთვის და მე რომ ნახე ეს მებრძოლი აქ, ხო?
წლომაში რო ვნახეს მებრძოლი ხო მოგვიწია ლიგას ცოტა მეტი ჰონორარის გადახდა ცოტა მეტი მიდგომები ცოტა სხვა პირობების გაწევა მისთვის ოღონდ ესეთი ძლიერი მეტოქი ჩამოვიყვანოთ იმიტომ რომ ვაჩვენოთ სოფლიოს матчмейкерებს UFC-ს матчмейкерებს ვინ არის გოჩა და რა არის გოჩა და გოჩა თვითონ არ ელოდა რომ შეიძლება ესეთი ოპოზიცია ყავდეს და просто არ ელოდა რომ ესეთი ძლიერი შეიძლება იყოს თუმცა ეს მებრძოლი ჩაულებრივად არის ტოპ-10 UFC-ს სქემის სკილსეტით და მისი მუშაობით და რა თქმა უნდა საქართველოში რომ 61-ში გოჩა არის ერთი და განუმეორებელი მაგის ჩვენება იყო რომ საქართველოში დღეს მაგ ბრაზილიას ძალიან ძნელი არის რომ ვინმე მოუგოს ჩვენ წონათა კატეგორიაში საქართველოში აქტიური მებრძოლები ვინც არის გოჩა მოუგებს სხვა მებრძოლები სავარაუდოდ ვერ მოუგებენ მოდი ახლა გადავიდეთ ანუ დღევანდელ ქართულ MMA-ს სამყაროში ანუ რა ხდება 2025-ში რა უნდა მოხდეს რას ველოდებით და ნუ ყველაზე მაგარი ჩხუბი რა თქმა უნდა შეიძლება მახაჩევი თოფურიას დაინიშნოს ხვალ გურამი ბრძოლობს ანუ დღეს ხამე იგივე ლონდონში და რა ვიცი ბენომ კამარი აიღო ოქტაგონის და შემდეგ თვეში კიდევ ჩინეთში ჩამოდიან ბიჭები ბრეივში main event-იც მანდვართ თუთარაული გამართავს main events და ბიძიც დაბრუნდება დავით ლორდ-კიფანიძეც ჩამოდის ხო და სამი კაცი გვეყოლება ძალიან მაგარია კიდე რა ნიუზები არის აი აზერბაიჯანზე ხო გაიგეთ თითქოს ამჯეროდა და მართლა ამჯეროდა და ნუ რავია ხო რა და რითი დავიწყოთ 2025 წელი არის ვაფშე ქართული წელი შერეული საბრძოლო ხელოვნებაში ესე ჟღერს ეგრე ჟღერს რომ 2025 წელი არის იმენა შერეული საბრძოლოების სოფლიო დონეზე ასე ვთქვათ მართლა ქართული წელი მერაბის ბრძოლიდან დაწყებული ჯერ ხო არც ერთ ბრძოლას არ ვაგებ და სულ ვიგებ და ვიგებ ნიკო და ნიკოს სამსონიძე და სამსონიძე და ბენომ რაც გააკეთა ვაფშე ეს მაჟრიალებს ასე ვთქვათ ახლა რო ვლაპარაკობ ბენოზე მაჟრიალებს ისეთი დიდი სიამოვნებას განვიცდი ბენოს შედეგიდან გამომდინარე შემდეგ რომამაც რაც გააკეთა დოლიძემ ეს ძალიან აი ვეტორის რო და აჩვენა რომ პროსტა აი ცოტა არასწორად იმსაჯენ რომ აჩვენა ლეველები ასე რო ვთქვათ მისი თამაშის წინ ისეთ კომიკურ სიტუაციაში ვარ როცა ნუ მაგამედოვის კომანდა გაგვირბის თოფურიასთან ბრძოლისგან ესაც ძალიან კომიკური ძალიან სასაცილო და სასიამოვნო სიტუაცია არის თუმცა ისეთი დრო დადგა რომ მთელი შერეული ერთაბრძოლების სამყარო ამბობს რომ ილია ფავორიტი არის თან აშკარა ფავორიტი არის თოფურია მახაჩევთან ბრძოლაში და ჩემი თვალსაზრისით აშკარა ფავორიტი არის და გუშინ დავინახეთ ვეინებზე UFC-ს რომ უკვე თოფურია როგორც მაიკ ტაისონი იჩნდებოდა ვეინებზე და ესეთი სუპერსტარები რო იჩნდებოდა დეინა ვაიტთან ერთად გამოვიდა და წამყვანებთან ერთად გამოვიდა და იდგა იქ. ამიტომ 2025 წელი არის რაღაც მართლა შეგრძნება მაქვს რომ სუპერ ქართული პრო ქართული წელი არის და შემდეგ ბრეივის ივენტი გვაქვს ხო პროსტა რაღაც ისტორიაში პირველად ბრეივში 3 ქართველი მოღვაწეობს ერთ ქარდზე სადღაც ბრეივსთან ამავე დროს 7 ბრძოლა თუ კონდეს ქარდში მაქსიმუმი არის ესე რომ შეიძლება 6 ბრძოლა კონდეს და იქიდან ნახევარი ქარდი ვართ ქართველები და ვინები ჩხუბობენ რაული ქართული ლეგენდა გავაშელი ახლა უკვე ძალიან სერიოზული პროსპექტი არის და გავაშელს მოკაევი გაურბის და ესეთი სიტუაცია არის და დაუმარცხებელი ლორდ-კიფანიძე და დაუმარცხებელი ლორდ-კიფანიძე და აი რაღაც კაროჩი ისეთი კომანდა ჩხუბობს რომ აი წარმოუდგენელი არის ასე რომ ვთქვათ რა შიგნით ქართულ MMA-ში წყოს აი ძალიან მაგარი ივენტები ტარდება ეს ახლა მე როგორც ვიცი ახლა 2025 წლის სოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება შერეული საბრძოლო იმაფის ესაც აი რაღაც ძალიან მაგარი შედეგები არის რა 2025 წელი ისეთ შტაბებში შეიძლება სტოვებს რომ ძალიან ჩვენი წელი იქნება რა ასე რომ ვთქვათ
ხო წარმოგიდგენთ. შერასელოდები ყველაზე 2024 წელს რაც მოხდა ქართული MMA-ისთვის, მაგის მერე 2025-ში რა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ 2024 მართლა ჩვენი წელი იყო რა, ეს ორი ჩემპიონი და ძალიან ბევრი და ტოპ ბრძოლა ქართველის მიერ ჩვენ ვახსენეთ რა ცები და ჭიკაძე არ დაგვაუწყდეს, ჭიკაძესაც მალე იქნება ბრძოლა. 25-ში ველოდებით, ეხა ეს მთავარი ჩხუბი რაც არის ხო, რაც თქვით ეს თოფურია მახაჩევი, ალბათ მერაბი დაიცავს კიდე ეს ტოპი იქნება. ალბათ გავიმეორებთ კიდე ხო ეს ბრძოლას ან ომალის გავიმეორებთ. სავარაუდოდ ომალისთან მეც ომალის გავიმეორებთ. რომა უკვე ჩემი აზრით ერთ მაქსიმუმ ორ ჩუბში არის ქამართან. მე მგონია რომ ერთ ჩუბში ქამართან არის თუ ტოპ 5 იქნება და ესე იგი 25-ში ეს მესამე ქამარი უნდა გქონდეს ჩვენ. ჭიკაძე დაუბრუნდება ხა გამარჯვების ესე ვთქვათ გზას ხო გადააბამს ახლა ბრძოლებს. ჭიკაძე არ უნდა დავიწყოთ რა, ეს არის ელიტარული დონის სტრაიკერი და მე ბრძოლისასაც მე პირადად პირველი ქართველიდან ვისაც უყურებდი და ესე ბოლომდე რაღაც ან პირველი სუპერსტარი ხო მე მგონია რომ იყო ეს ჭიკაძე და ეხა ვიცით ხო რადონის მებრძოლია და ეს 2025 წელი მგონია რომ გიგას იქნება აუცილებლად რა და ნუ ევროპაში გვაქვს ჩვენ ბევრი ძალიან ბევრი ივენთი და მე ხა 2025-ში რასაც ველოდები ყველაზე თავარს ამ კამერების მერე ის არის რომ UFC-ს ექნება შევსება და შევსება იქნება ქართველების პროსპექტებზე შეიძლება დალაპარაკოთ. ყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი ყავს ხეთენ ჩამოთვალეთ რა და არიან ისეთი ბიჭები მართლა ვინც იმსახურებს რა მართლა ისეთი სკილები აქვს ამ ბიჭებს ისეთი შრომის ქართული ჭიდაობაზე უკვე ქართული რაც ყველაზე მთავარია ქართული MMA ხო და ქართული ჭიდაობა ეს იცის უკვე MMA რა და იცის მათ შორის UFC-მ და მოკლედ სოფლის გავაცამით ეს რა ადრე თუ იყო ხო ეს დაღესტანური რაღაცა ის იყო მოკლედ ჩვენ ეს გადავჭრდილეთ ესე რა ვთქვა და ქართული შევსება გვექნება მოკლედ 2025-ში რაც მნიშვნელოვანია რა პროსპექტები მოდიან ახლა ჩოხელი სავარაუდოდ UFC-ში შეიძლება ვნახოთ, ამირანი გოგოლაძე შეიძლება UFC-ში ვნახოთ, ოთარი თანზილოვი დიდი ალბათობით UFC-ში უნდა ვნახოთ. 2025 წელს ალბათ 4-5 მებრძოლებ გოჩა შეიძლება დიდი ალბათობით ახლა UFC-ში დავინახოთ. ზვიადი რა თქმა უნდა. ბრუნდება GFL-ში აგრძოლა. დიახ და ანუ ეს იმენა ვინც UFC-სთან ერთ ნაბიჯი, ორ ნაბიჯი არის, ესაც არის სასწაული პროსპექტები არიან. რომელიც ოთარი ამირანი ჩოხელი ეს დგომის მებრძოლეები არიან ვაფშე ქართული გამომდინარე ასე რომ ვთქვა და ვაფშე დგომში დამანგრეველი მებრძოლეები არიან და შეიძლება ისეთი სახელი შევიდეს ჯერ რომ საერთოდ არ გიქვია რა ეხლა რამდენი სახელი ჩამო ესა დიახ და შეიძლება სხვა იყოს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყავს რა მართლა და არ იცი ვინ იქნება რა ძალიან მაღალი დონის პროსპექტები არიან მე როგორც ვიცი აი ცოტაში და ინსაიდერული ინფორმაციიდან ძალიან მაღალი დონის პროსპექტები არიან პროსტა ერთ-ორ ნაბიჯი ასე რომ ვთქვათ UFC-დან სავარაუდოდ UFC-ის მარკეტინგულად წარმოუდგენელი არიან რა უნდა უქნას 3 მილიონიან ქვეყანაზე ან 3 მილიონიანი საქართველოს 3 მილიონიანი ბაზრობა არის ასე რომ ვთქვათ რა ამდენი ტოპები რო შეიყვანოს ახლა მთელი მსოფლიოს ხო ვერ აჩვენებს და 3 მილიონი უყურე რას გიკეთებს რა აჯერს იპოვეს უკვე პასუხი აზერბაიჯანში ძმაო 1 საათით ხო 1 საათის ბანკანით გადახვალ თუმცა აზერბაიჯანი მე მგონი ერთი არის ტოპ 15-ში ესაც ის არის რა ქვია ფიზიები მეტი არც არის ტოპ 15-ში აზერბაიჯანული მოდი ნაზიმ სადიკოვი ჩვენ მერაბის ძმა არის მაგარი კაცი არის და ჩვენთანაც იყო პოდკასტზე მოდის. ხო და მოკლედ ნაზიმ სადიკოვი ყავთ, ფიზიევი ყავთ და რა თქმა უნდა ბევრი კიდე არის ახლა, ვინც შეიძლება UFC-ში არ იყოს, მაგრამ სხვა ორგანიზაციებში, მაგალითად LFA-ში ან რაღაცა, მაგრამ იქ რო ჩავლენ იქ იქნება მაინც აზერები ბევრი იქნებიან, მაგრამ არა მარტო აზერები, ხო ჩვენ ხომ მანდ ვართ. უეჭველი რამდენი ქართველი იქნება. მე შეგრძნება მაქვს, რომ აზერბაიჯანის ივენტი იქნება უფრო ქართული ივენტი ვიდრე აზერბაიჯანელებისთვის, იმიტომ რომ ეხა იქ ერთი ქართველი რომ მოღვაწეობდეს, ხო, უკვე მთელი ქართული ტოპი იქნება იქა. ასე რომ ვთქვა რა, მინიმუმ კუთხეში იქნება, ასე რომ ვთქვა და კამარი არ იქნება და ტოპური არ იქნება უბრალოდ, იმიტომ რომ fight night-ი არის რა და ეგ უცნაური არის რა, რომ ანუ მაგალითად ჩვენ ხო ყავს ახლა ჩემპიონები და ჩვენთან რო ჩამოვიდნენ, ხო ვერ ჩამოდიან, მაგრამ რო ჩამოვიდნენ fight night-ზე, უკვე რო ჩამოვიდნენ ჩვენთან, ხო, fight night-ზე კამარს ვერ გაათამაშებდნენ და ყველა მებრძოლი ვინც ყავს ჩვენ, ყველა ტოპში არის, ყველა ქართული ტოპში არის. ყველა ქართული ტოპი არის, ასე რომ ვთქვა რა.
ამიტომ ძალიან ძნელია. ალექსანდრე ეხა შევიდა. დიახ, ალექსანდრე. მაგრამ ძალიან დიდი სახელი აქვს უკვე და ყველა უყურებს. მაგის გარდაუვალი არის საქართველოში, ასე რომ ვთქვათ, UFC. გარდაუვალი მომენტი არის და იქნება მაგი მომენტი, რა თქმა უნდა, შედეგებიდან გამომდინარე. უბრალოდ ხო აი არიციან რა უქნან ამდენ ტალანტებს რომ ეს საქართველოს რეალურად ფარავს 3 მილიონს ასე რომ ვთქვათ რა ხა 3 მილიონ მაყურებელს აქტიურად ფარავს რა შენ ხარ რომ ჩაიყვან ვინც ხა ჩინელს ხო ჟანგველი რო არის იმას პოტენციალურად მილიარდი მაყურებელი ყავს ასე რომ ვთქვათ რა და იმას რა თქმა უნდა ჩინეთს აინტერესებს რომ ნეტა საქართველოს ჩინეთივით მოსახლეობა კონდეს ამ არის სუპერსტარებიდან გამომდინარე რა იმიტომ რომ ძალიან რთულია მაგ რო შენ ამდენი ქართველები ყველას უგებენ და რას უყურონ ახლა ჩინელებმა ქართველებს რატო უნდა უყურონ რა თქმა უნდა ხა ვერ გულშემატკივრებენ და ესა ერთი პრობლემა მე რასაც ხედავ მხოლოდ ეს არის ასე რომ დანარჩენი პრობლემა არც არის მაგ სიტუაციაში. მაშინ კავკასიის ერები უნდა გავერთიანდეთ და გავხდეთ United States of the Caucasus. ხოდა მე უფრო ჩაჩნებიც იქნებიან ინგუშებიც ყველა გაერთიანებული ვიქნები და მართლა კავკასიელები ვართ რა. არა, UFC-ში ახლა ეგრას ღერს ესე რომ პაუნდში ორი ქართველი მესამე მეოთხე ნომერი ილია არის, პირველი ნომერი მახაჩევი. მეორე ჯონსი არის, პირველი მახაჩევი ყავს და UFC-ს დაყენებული, მესამე მეოთხე ტოპ 5-დან 3 პოზიცია კავკასიის რეგიონს გვაქვს ასე რომ ვთქვათ აღებული და შიგნით კიდე რამოდენიმე ჩხუბები არის ისეთი რომ ჩიმაემა რომ მოიგოს კამარი თქმა უნდა ტოპ 5-ში შევა ფაინ ფაუჩი და 4-დან 3 პოზიცია 5-დან 4 პოზიცია რომ ამ რეგიონის იქნება ეს იქნება პროსტა კომედია იქნება ასე რომ ვთქვათ საბრძოლო მენტალიტეტს და ვისთან იყოფენ თან ჯონ ჯონსთან ასე ხარა ხო შეიძლება ვიცხა სხვასთან გაიყოლო ჯონ ჯონსთან ყოფენ ასე რომ ვთქვათ pound for pounds კავკასიელები იმიტომ რომ ისაც ჯონ ჯონსი არის ხო ძალიან ძნელია რომ არ იყოს pound for pound-ში ასე რომ ვთქვათ რა მოკლედ ძალიან მაგრა შევეხეთ ყველაფერს რაც შეგვეძლო იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ჩვენი პატარა ეპიზოდი პირველად ლაივში ჩინეთიდან თაივანიდან 197 ეპიზოდზე შეგახსენებთ რომ გამოგვიწეროთ ხალხო Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და გამოგვყევით YouTube-ზე რა თქმა უნდა დღეს გიორგი სართანიასთან ერთად არის ხვიჩა ქორიძე და დავით შაინიძე დროებით გემშვიდობებით ყველას უყურეთ ქართულ MMA-ს არ იყავთ გულგრილი მაგათ მიმართ იმიტომ რომ ძალიან ცოტა ვარ და ისტორია ხდება დღეს ამინ